როგორ გავხდეთ მდიდარი? რატომ აუცილებლად მდიდარი? მართლაც არსებობს ეშმაკი, არსებობს ღმერთი. და ეშმაკმა თქვა, რომ დიდება, ძალაუფლება და ფული ყველაზე მიმზიდველი ძალაა ნებისმიერი ადამიანისთვის. და მე ეს საკუთარ თავზე განვიცადე. 50 წლამდე მხოლოდ ამაზე ვმუშაობდი. ნეტავ სწრაფად გამხდარიყავი პრეზიდენტი, მილიარდერი, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი. მაგრამ მადლობა ღმერთს, ეს რომ 40 წლამდე დამეწყო, ციხეში ჩამსვამდნენ. ბიზნეს გულისხმობ რა თქმა უნდა, რადგან 42 ან 41 წლის ასაკში მილიონერი გავხდი. და 55 წელს რომ მივუახლოვდი, მილიარდერი. მაშინ ამის გაკეთება შეუძლებელი იყო, მაგრამ 41 წლის ასაკში ეს უკვე შესაძლებელია და გავხსენი საწარმო, თუმცა ძალიან მაღალი თანამდებობა მეკავა. ამაზე ვისაუბრე, ახლა ამაზე საუბარი არ მინდა. შეგიძლიათ ჩემი ვიდეოები YouTube-ზე ნახოთ. აუცილებლად ნახეთ, როგორ განვითარდა ჩემი ბიზნესი. ძალიან კარგი ინტერვიუ მივეცი ერთ ძალიან კარგ ქართველ ბიჭს Forbes-დან. ბიზნესის ძირითადი პრინციპები გავუზიარე და სანამ კატასტროფა არ მოხდა და ბიზნესი არ მივატოვე, მივხვდი რომ ეს ძალიან ცუდი რამ იყო. მაგრამ მაშინაც კი, თუ ლურს მნებით ჩაქუჩს აიღებ და თავში ურტყამ, მაინც მოინდომებს. მომეცი მილიონი. 2, 3, 4 და მე ბედნიერი ვიქნები. მეც აღარაფერს გთხოვ. მაგრამ ფული არასდროს არის საკმარისი. და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ხელისუფლების ამომრჩევლების უდიდესი შეცდომა ის არის, რომ ისინი ანგელოზისგან ელიან, რომელიც მათთან მოფრინდება, რომ ის ამ პრობლემის დიდების წინაშე არ აღმოჩნდება. რა ტკბილია ეს დიდება. როდესაც ქუჩაში მიდიხარ, ჩვენთვის ეს ხრესჩატიკია და ყველა გიცნობს და ყველა ქეციხრის შენს წინაშე. გესალმება, გეკითხება როგორ ხარ და გრძნობ, რომ ისინი შენი მიღწევებით ტკბებიან. დიახ, და მილიარდიც ფული არ არის. ტრილიონი მოგინდებათ. უკვე 2 ტრილიონერია. არის ბეზოსი და არის მასკი. ასე რომ ბიბლიაში არის ძალიან სწორი რამ, ძალიან სწორი სიტყვები. როდესაც ადამიანი იესოს ესაუბრება, ეკითხება მას თუ როგორ გამდიდრდეს. იესო პასუხობს, რაც მოგეცათ, თქვენ ამას იპოვით. ბიბლია ყოველთვის ჩემს გვერდით მაგიდაზედებს. არაერთი პრეზიდენტისთვის მიჩუქნია, ხელიც მომიწერია. რადგან ყველა მიცნობდა როგორც ადამიანს, რომელიც რელიგიით იყო დაინტერესებული. მაშინ კვირაობით ეკლესიაში დავდიოდი. ახლა მარტოობა მირჩევნია. და მან უპასუხა, დაკავდი იმით, რაც მოგეცა. თუ სურათების ხატვა კარგად გამოგდით, დახატეთ თქვენ, როგორც ავტორი, ყველაზე მდიდარი იქნებით. მაგრამ უბრალოდ მიეცით ღმერთს ყველაფერი, რაც შეგიძლია. ყველაფერი, რაც მან შენში ჩადო. ნაკლები ძილი, გოგონები და რესტორნებში სირბილი. და მეგობრები. ზოგადად მეგობრებო, იცით, ვიტყვით რომ ეს ყველაფერი ფარდობითია. და ძირითადად სამწუხაროდ, ისინი შენი მეგობრები არიან, როცა კარგად ხარ. თუ რამეს არასწორად გააკეთებ, შეიძლება დაგივიწყონ. ასე რომ, გაითვალისწინეთ. ჩემს ცხოვრებაში ბევრ ადამიანს დავეხმარე და ჩემს ბანკში 12.5 მილიონი ადამიანი მუშაობდა. ახლა ბევრი მათგანი მილიონერია და არც ერთი მათგანი დაბადების დღესაც კი არ მილოცავს. მართალია 20 წელი გავიდა, მაგრამ მაინც. პირადად მე მახსოვს ისინი, ვინც ხელი გამომიწოდა რთულ პერიოდში, როცა არაფერი მქონდა. მახსოვს მეზობლები, რომლებიც როცა გამომძიებელი ვიყავი, რძის საყიდლად 20 კაპიკს მას ესხებდნენ ხოლმე. კი, იყვნენ ასეთი ადამიანები. მაგრამ ძირითადად ღმერთს უნდა დავეყრდნოთ. მხოლოდ მას. თუ გჯერა, იმედი გაქვს, გიყვარს, გეშინია რომ შენი საქციელით ღმერთს არ აწყენინებ. ეს ყოველთვის უნდა გახსოვდეს. თუ ხელი მიგიწევს ამ მილიარდისკენ, შენის შეაჩერე. ილოცეთ და ღმერთს კითხეთ. რატომ მომავლინე ამ სამყაროში? და ყველაფერი კარგად იქნება. ენდე უფალს. როგორც მოყოლილი მაქვს, რაბინთან ახალგაზრდა ებრაელი მივიდა, რომელსაც არაფერი გამოსდიოდა. ცოლს სურს მისი მიტოვება, რადგან მას ფულის შოვნა არ შეუძლია. ყველაფერი ცუდადაა, ბიზნესი დაიშალა და რაბინი რაღაცას წერს და გადასცემს მას ჩანაწერს. ეუბნება, საწოლის თავზე ჩამოკიდა და მეორე დღეს ყველაფერი კარგად წავიდა.
არა და არც წაუკითხავს. მან აიღო ჩანაწერი, წაიკითხა და მასზე ეწერა. ყველაფერი იცვლება. კი, მას ფულიც აქვს და ფერმაც. ქათმები, იხვები და ყველანაირი ცხვარი. უფრო სწრაფადაც გარბის. 2 წელი გადის, ის მდიდარი კაცია. ყველა პატივს ცემს. ის რაბინთან კვლავ მიდის და ეუბნება. რაბი, ყველაფრისთვის მადლობა. მოკლედ აიღეთ ეს ჩანაწერი. ვიღაც ცუდად არის, მე კი მინდა ჩემსავით იყოს. რაბი მუპასუხა ნუიჩქარებ ძვირფასო. სადაც გეკიდა იქ დააბრუნე. გამგებმა გაიგო. ასე რომ ბიბლიაში ჩვენმა უფალმა თქვა, თუ მოგეცათ, წარმატებას მიაღწევთ. ეს იმ შემთხვევაშია თუ ილოცებთ და მოწოდებას საკუთარ თავში ეძებთ. თუ არ მოგეცათ, მაშინ იმ გზით წახვალთ, სადაც დაკარგავთ იმასაც კი, რაც გაქვთ. ჩვენს ბანკში გვქონდა შემთხვევა, როდესაც ერთმა ოფიცერმა გადაწყვიტა საქმე წამოეწყო. ყირიმიდან პროდუქციის მიწოდება პომიდრის ქილებში. და რა თქმა უნდა, ჩვენ მას ცეცხლი არ მივეცით, რადგან ეს სისულელე იყო. ზამთარი იწყებოდა და მას არსად წასვლა არ უწევდა. მას კი სურდა პროდუქციის შემოტანა. იქ იაფია, აქ კიევში კი ძვირია. და მას ყავდა დედა, საბჭოთა კავშირის გმირი. იმდენი ორდენი ჰქონდა. პოზიტიური ქალი იყო. მოვიდა და მუშტი ჩემს მაგიდას დაარტყა. თქვენ დიდი ქონება დააგროვეთ. ჩემი შვილი კი ღარიბია. მიეცით მას ფული. მე ვპასუხობ. მისმინეთ. ყველაფერს დაკარგავს. ეს მისი საქმე არ არის. მე ვხედავ ხალხს. მაშინ უფრო, ახლა ნაკლებად, რადგან ბიზნესში საერთოდ არ ვარ ჩართული. ხოლოდ მინდა სწორად დავხარჯო ის, რაც თქვენმა გულებმა. შეგახსენებთ ფონდის მიზანს. ჩვენ არ ვეძებთ ფულს. ჩვენ ვეძებთ თქვენს თანაგრძნობას. რათა როდესაც გოგო, ბიჭი ან მოხუცი ბებო ავადა, იგრძნოთ, რამხელად კივილს განიცდის. როგორ არ უნდა სიკვდილი. როგორ ეშინია. თუ ბებოზე ვსაუბრობთ, მარტო დარჩენის, რადგან შვილები ძალიან ხშირად ივიწყებენ მშობლებს. კარგი, ცუდზე აღარ ვისაუბრებთ, ჩვენ მხოლოდ კარგ რაღაცებზე ვსაუბრობთ. ხო და გაემგზავრა. ფული მივეცით. ქალბატონმა ბინა იპოთეკით დატვირთა. მას ცენტრში 2 ოთახიანი ბინა ჰქონდა. თანამშრომლისგან არ აგვიღია. არა და ასევე მესაკუთრე იყო. მან იყიდა პომიდრები, თავსახურიანი ქილებით სავსე უზარმაზარი სატვირთო მანქანა. და სანამ ყველაფერი ჩამოიტანა, ყინვა დაიწყო და ქილები გასყდა. ჩამოვიდა, დედასთანაც კი არ მივიდა. მას ცოლი ჰყავდა, იქ ცხოვრობდა, არც კი ურეკავდა. დედა მოვიდა, სესხის დაფარვის დრო იყო და მან თქვა, რა თქმა უნდა წაიღეთ, მე პატიოსანი ადამიანი ვარ. ღმერთო, ეს ისეთი სამწუხარო ამბავი იყო. ფულის გამო არა, ის არ მაინტერესებს, არამედ იმიტომ, რომ ასე მოექცა დედას. კაპიტანი იყო და მგონი იბრძოდა კიდეც, არ მახსოვს. არ აქვს მნიშვნელობა იბრძოდა თუ არა. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მისი ბინა გავყიდეთ. ქალბატონი მშვიდად ცხოვრობდა. მისთვის 1 ოთახიანი ბინა ვიყიდეთ. რადგან ცოლი ჰყავს იქ მოკვდეს. ღმერთმა მაპატიოს, მაგრამ მე ასეთი შვილები არ მიყვარს. არა, არ მიყვარს. არც უფალს უყვარს, რადგან ერთ-ერთი მცნება, ძველი აღთქმის მეოთხე მცნება, ასე იკითხება. პატივი ეცი შენს მამას და დედას. მოიძიეთ ეს პატივისცემა. მკვლელობების 80%-ზე მეტი სხეულის დანაწევრიანებით, აბაზანაში, მჟავაში დაწვით. საშინელებაა, რასაც შვილები მშობლებს უკეთებენ, როცა მემკვიდრეობის საკითხი დგება. რატომღაც არ უნდათ რომ მისცენ. ზოგადად ეს ისტორიები არ ვიცი. გამომძიებლად მუშაობისას ასეთი ისტორიები არ გამომიძიებია, მაგრამ ბევრი წიგნი მაქვს. აი ისინი ჩემს გვერდითაა. მათ საგამოძიებო პრაქტიკა ჰქვიათ. ბევრი ადამიანი თვლის და ფილმებიც აჩვენებს თუ რამდენად რთულია მკვლელობების გახსნა. არა, ყველაფერი ოჯახით იწყება და პირველი ეჭვმიტანილი როგორც წესი ყოველთვის ქმარი, ცოლი, შვილია. ძირითადად ერთ-ერთი ნათესავი. ვისთან ერთად ვმართოთ ბიზნესი. ნათესავებთან არავითარ შემთხვევაში გაკოტრდებით. ნუ დაიახლოვებთ ადამიანებს. უმჯობესია სიტუაციის ბატონ პატრონი იყოთ. და ნუ დაიჯერებთ არც ერთ სიტყვას იმის შესახებ, თუ რამდენად შესანიშნავი ხართ. როგორც კი თქვენს საქმეში ვინმე პირფერობას დაგიწყებთ,
და გეტყვით ვაუ როგორი მაშინვე გაიქეცით ამ ადამიანისგან მაგრამ თავარია საყვარელ და მოსიყვარული ადამიანებთან არაფერი გააკეთოთ სიყვარულს დაკარგავთ მეგობარს დაკარგავთ ურთიერთობებში ენდეთ თქვენს ინტუიციას თუ ადამიანი არ მოგწონთ მას ვეღარასდროს შეიყვარებთ ჯობია მისგან შორს დაიჭიროთ თავი სულ ესაა და არავის გაუკეთოთ ცუდი ძალიან მნიშვნელოვანია დავივიწყოთ რა არის სიძულვილი როგორც კი ვინმე გძულთ შიგნიდან საკუთარი თავის ჭამას იწყებთ სწორედ აქედან მოდის კიბო და ყველაფერი დანარჩენი გსურთ მისი განადგურება პროკურატურაში მეგობარი მყავდა ის უკანონოდ გააგდეს და ის 20 წელი ამას ასაჩივრებდა ყველგან დადიოდა მე მას ვუთხარი გთხოვ ნება მომეცი ჭკვიანი ბიჭი ხარ ან ასპირანტურაში ჩააბარე ან ჩემს გზას გაყევი დაგეხმარები დეკანი გახდე მაგრამ მან ცხოვრება გაინადგურა და 34 ან 36 წლის ასაკში მგონი ან 40 წლის ასაკში გულის შეტევა დაემართა აი ასე და ისინი ვინც მას ძულდა ამის გამო მხოლოდ უკეთეს მდგომარეობაში იყვნენ ამიტომ თუ განაწყენებული ხართ რაც არ უნდა გააკეთონ მაშინვე გაიხსენეთ საწოლზე დაწერილი ჩანაწერი რომ ხვალინდელი დღე განსხვავებული იქნება და დამიჯერეთ რამდენი ნაძირალა შემხვედრია ცხოვრებაში რამდენს უნდოდა ჩემი სიკვდილი რამდენს სურდა ჩემთან გამკლავება რადგან ყველას ეშინოდა მერები როგორც წესი პრეზიდენტები ხდებიან ყველას ეშინოდა რომ მალე გავხდებოდი მე ხომ ლაპარაკი შემიძლია განათლებაა ბოლოს და ბოლოს ეს არ გავს პრეზიდენტ იანუკოვიჩს რომელმაც ვიღაც გააუპატიურა და ვიღაცას ქუდი მოპარა და როდესაც მას ვესაუბრებოდი გამუდმებით ვფიქრობდი როგორ შეგეძლოთ მისი არჩევა ღმერთო მაგრამ ახლა პოლიტიკაზე გადავდივარ პოლიტიკაში კი მე არ ვერები და ნუ ჩამითრევთ მასში როგორ გავყვეთ სოლად მილიონერს მხოლოდ ეს შემიძლია ვივარაუდო სად დარბიან ეს მომავალი ტრილიონერები და მილიონერები სად დადიან სად იმყოფებიან პირველ რიგში ყველა სპორტით არის დაკავებული შესაძლოა მათგან მხოლოდ 1% არ აქცევს ყურადღებას საკუთარ სხეულს რადგან მათ აქვთ სურვილი ყველას მოსწონდნენ და ფულით ყველაფერი იყიდონ რისი შეძენაც შესაძლებელია მათ შორის ჯანმრთელობის და როდესაც სხვადასხვა ქვეყანაში ჩავდიოდი ყოველთვის ვუყურებდი როგორ დარბოდნენ ადამიანები დილით გაღვიძებისას ფანჯრიდან გაიხედეთ საქართველოში თითქმის არავინ დარბის ამერიკასთან შედარებით იქ ყველა დარბის ისინი 24 საათის განმავლობაში მუშაობენ ეს მდიდარი ქვეყნებია განსაკუთრებით შვეიცარია იქ ისინი ჟენევის ტბის გარშემო დარბიან ასეთი სილამაზეა თუ ფიტნესზე დადიხართ ან დარბი ხართ როგორც მე მინახავს უპირველეს ყოვლისა ქალის სხეული ლამაზია ადრე თუ გვიან თქვენი პოვით თანამოსაუბრეს და ის მილიარდერი ან მომავალი მილიარდერია უბრალოდ ოჯახები არ დაანგრიოთ მაგრამ როგორც კი მასთან საუბარს დაიწყებთ მილიონობით საერთოს აღმოაჩენთ და ქალებს წარმოუდგენელი თვისება აქვთ აყვნენ შესანიშნავი მამაკაცის ტალღას მას უკვე სრულად ესმის ამ მამაკაცის ძალიან სწრაფად ეს საოცრებაა მაგრამ ასეც ხდება და აი ეს თქვენი ქმარია ის როგორც სიმპათიური ასევე სპორტული აღნაგობისაა აი ორი ადამიანი ნუ თუ შესაძლებელია იმის თქმა რომ ღმერთი არ არსებობს და რომ მან არ შეგვქმნა არადა ჩვენ სრულიად განსხვავებულები ვართ კაცი და ქალი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ერთმანეთი უყვართ ისინი ნამდვილ უფლის არსებად გადაიქცევიან ასე გადაეჯაჭვნენ ისინი ერთმანეთს ქიმიაში არსებობს ასეთი გამოთქმა დიფუზია ინტერპრეტაცია ეს უკვე ერთი ადამიანია და ჩემი ცოლი რომ არა ალბათ მილიარდერი არ გავხდებოდი მხოლოდ ერთი წყვილი შარვალი მქონდა ჯარში ვმსახურობდი დაუბრუნდი არაფერი გამაჩნდა მაგრამ ის ჩემთვის ისეთი სტიმული იყო რომ მინდოდა მთელი სამყარო მის ფეხებთან მომეფინა ჩემს სიმამრს არ მოვწონდი ის ყოველთვის ამბობდა რომ საკუთარი ერის წარმომადგენელს უნდა გაყვესო ქალი სწორია
შენსაც უნდა გაყვე, მაგრამ ახლა ამაზე არ გავჩერდები. მასთან ერთად ისე მიყურებდა თითქოს გამომძიებელი ვიყავი. თუმცა თავად ცეხოვი კი იყო. მთელ ცხოვრებას სიღარიბეში გაატარებ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ გარდაცვალების შემდეგ მისი დაკრძალვის თანხა არ იყო. ჩემი ფული რომ არა, კარგი საფლავი არ ექნებოდა. ასე რომ უფლის გზები შეუცნობელია და არ არის საჭირო უფლის გაღიზიანება სისულელეებით. მას ბრძენის ასაკამდე არ უცოცხლია. ის მარტო არ იყო და ფულით ძალიან იყო დაინტერესებული. და ეს ცუდი რამაა. რაზეა დამოკიდებული თუ როგორ ადამიანად ჩამოყალიბდება ბავშვი? მეცნიერება ამბობს, რომ ადამიანის ქცევა დეტერმინირებულია. როგორც მეცნიერები ამბობენ, ეს წინასწარ განსაზღვრულია. აი ბედისწერაზე მეკითხებიან. ეს არის ბედისწერა. როდესაც ყველა წინათაობის ხასიათის თვისებებითა და შესაძლებლობებით წინასწარ განსაზღვრულია. შეგიძლია შვილი გააჩინოთ. ზოგჯერ ჩვენს საქმიანობაში ჩართული ადამიანები სიტყვით გამოდიან. რატომ აჩენენ ამდენ შვილს, როცა თავად ღარიბები არიან და საჭმელი არაფერი აქვთ? არა. დიდი სასწაული ხდება. ღვთის ნაწილაკი იბადება. და ვინ იცის, ვინ იყო იქ ადრე? უწინ. 100, 200, 300, 400, 1000 წლის წინ. იქ კი შეიძლება ყოფილიყო დიდი მეფე, ან ძალიან მდიდარი ადამიანი, ან საერთოდაც რომელიმე მხატვარი ან კომპოზიტორი. ეს უფრო ფანტაზიაა. თუმცა არა. ამიტომ ყოველთვის შეეცადეთ უფრო ჩაუღრმავდეთ იმას, რაც თქვენს წინაშე იყო. საბჭოთა კავშირი კარგად ვიცი. სამწუხაროდ ეს ჩემი სამშობლოა, რადგან ის იყო მონური საზოგადოება, სადაც ყველას ღმერთის ნაცვლად ლენინისა და სტალინის სწამდა. ასეთი ამბავია. სწორედ ამიტომ ჩემი მშობლების მთელი წარსული გასაიდუმლოებული იყო. მხოლოდ აქ უკვე ისრაელში ყოფნისას არქივები მოვიწიე, რათა მენახა სად იყო მამაჩემი, რომელსაც ფაქტობრივად ორჯერ შევხვდი და აღმოჩნდა, რომ ის გმირი იყო. არქივებში არის მასზე ცნობები, თუ როგორ ანადგურებდა ტანკებს. მით უმეტეს ის ებრაელი იყო და ანტისემიტიზმი ფართოდ იყო გავრცელებული. მას უამრავი ჯილდო აქვს. ის ჯარიდან ჭაღარათმით დაბრუნდა. როგორ განაღმა მან 300 მეტრიანი მინდორი, სადაც უამრავი ნაღმი იყო, რომლებსაც შეეძლოთ ადამიანის გახლეჩვა. მან 70 ადამიანი იყო. მათ არასდროს არაფერი გაუნაღმავთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათმა უფროსებმა აიძულეს ისინი ველზე გასულიყვნენ. ის კი ბატალიონს ხელმძღვანელობდა. მან ბევრი ტანკი გაანადგურა, როგორც პირადად, ასევე ყუმბარებით. ზოგადად ის ძალიან საპატიო ადამიანი იყო, მე ვამაყობ მისით. სიმპათიური მამაკაცი იყო, ჯანმრთელი, მაგრამ ასე მოხდა. ის და დედაჩემი დაშორდნენ ერთმანეთს. ახლა ამ მხრივ ვინმეს განს ჯარ შეიძლება. როდესაც მასზე ბევრი წავიკითხე, ვიგრძენი მისი ხასიათი. საკუთარ თავშიც, დედაჩემის ხასიათს მუდმივად უგრძნობ ჩემში. ის ძალიან თავდაჯერებული ადამიანი იყო, შეძლებული ოჯახის შვილი. სინამდვილეში კი ციმბირელის, რომელსაც 13 შვილი ჰყავდა. ის მე-13 თუ მე-14 შვილი იყო. და რა თქმა უნდა ისინი ბევრ მიწას ხნავდნენ და ძალიან მდიდრულად ცხოვრობდნენ. ჩემი ორი ბიძა, წარმოგიდგენიათ რა ასაკოვანი ვარ, 1914 წლის პირველ ომში დაიღუპა და მხოლოდ დედაჩემმა მიიღო უმაღლესი განათლება სხვათა შორის. ასე რომ სავარაუდოდ ისინი თქვენ დაგემსგავსებიან და მხოლოდ 20% არის აღზრდა. და ისიც ან იქნება ან არა. ანუ ბევრი შემთხვევა ვიცი, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცს სკოლაში გვყავდა ბიჭი. სოლდატოვი იყო გვარად. ის აყვანილი იყო. სამშობიაროდან. მშობლებმა მიატოვეს. შესანიშნავად სწავლობდა. კარგი ბიჭი იყო. ფიზიკურად განვითარებული. მამა, გენერალ-ლეიტენანტი, გოვოროვის აკადემიის პირველი მოადგილე. ხარკოვში უზარმაზარი ფრენის აკადემია იყო და დედა მთელი ხარკოვის ექიმი იყო. და უცებ მერვე კლასში მან სმა დაიწყო. ის შესანიშნავად იყო აღზრდილი. მასწავლებლებს ძალიან უყვარდათ. 1-4-იანიც კი არ ყოლია. უცებ სმა დაიწყო და გაუჩინარდა. მე ის აღარასდროს მინახავს და არც თავის მშობლებს. ეს რა თქმა უნდა დიდი უბედურებაა. არსებობს ძალიან ძლიერი
Დაბრძნული ანდაზა იმის შესახებ, თუ როგორ ზრდიან არწივები თავიანთ პატარა არწივებს. როდესაც ისინი ფრენას ისწავლიან და ბუდიდან გაფრინდებიან, მშობლებს მხოლოდ ლოდინი შეუძლიათ. ცოცხლები დაბრუნდებიან შინ, თუ ფრთებს მოიმტვრევენ. კი, შეიძლება ესეც დაემართოთ. ზოგადად ძალიან მშვიდი ბავშვებიც არსებობენ. ახლა ამაზე არ ვსაუბრობთ. როგორც წესი ისინი, ვინც სრულიად მშვიდია, ცხოვრებაში განსაკუთრებულს ვერაფერს აღწევს. ისინი მუდმივად სიმშვიდეს ინარჩუნებენ, არავის აწუხებენ, არც საკუთარ თავს, არც ოჯახს, არც არავის. კარგები, ნორმალურები არიან. ალბათ ღმერთს სურს ასეთებად დაინახოს, მაგრამ მე ასეთებს არ ვიცნობდი. ჩვენს ეზოში მხოლოდ ხულიგნები იყვნენ და ვინც ჭუმად იყო. ძირითადად ჩვენი ეზოდან გაიქცნენ, რადგან ჩვენ უსვამდით და ვქეიფობდით. ხოდა როდესაც ახალგაზრდები ბუდიდან გაფრინდებიან, მათ იმდენი ენერგია აქვთ, რომ შეიძლება ძალიან ცუდი საქმეებით დაკავდნენ. მოკლედ, მე 9 შვილიშვილი და 3 შვილი მყავს. ასე რომ დამიჯერეთ, ეს კარგად მეხერხება. მოგიყვეთ ვის დაემსგავსება თქვენი ვაჟი და რომელი ღვთისთვისებები ექნება მას ან თქვენს ქალიშვილს. სწორედ ამიტომ დასავლეთში დიდი ხნის წინ გადაჭრეს ეს პრობლემა ერთ-ერთ ასპექტში. თუ რომელიმე საავადმყოფოში მოხვდებით, საქართველოსგან განსხვავებით ჯერ კითხვებს დაგისვამენ და არაფერისგან არ გიმკურნალებენ, სანამ დეტალურად არ მოუყვებით მშობლების შესახებ. რით იყო ავად თქვენი მამა და რით დედა? რადგან შემდეგ რადგან მკურნალობის დაწყებამდე ისინი იყენებენ, რატომ არის ყველაფერი ასე ძვირი? ძალიან ძვირადღირებულ აპარატებს, რომლებიც ყველაფერს ამოწმებენ. შარდს, სისხლს, თქვენი სხეულის მილიონობით სხვადასხვა პარამეტრს, რათა ყურადღება მიაქციონ იმას, თუ სად არის ხარვეზები. მაგალითად დედაჩემი, მამაჩემზე არაფერი ვიცი. მის დაკრძალვასაც კი არ დავსწრები ვარ და ვერ წარმოიდგენთ როგორ ვნანობ ამას. მაშინ არაფერი მესმოდა. ჯარში უნდა წავეყვანე, კეიფი იყო. უბრალოდ სულელი ვიყავი. ხოდა ისინი ისეთ ფაქტებს აქცევენ ყურადღებას, თუ გულის ინფარქტი მოხდა, ჯერ სისხლძარღვების შემოწმებას იწყებენ. ყურადღებას აქცევენ ჯანმრთელობის იმ პრობლემებს, რომლებიც შეიძლება მემკვიდრეობით გადაეცეს ადამიანს. აი ასეა ცხოვრებაში ყველაფერი. ასეა მოწყობილი. წარმოგიდგენიათ? წლების განმავლობაში, როცა ეს ეიფორია გაივლის, როცა უკვე ყველა გოგო შეიყვარე, ვინც შეგეძლო შეგეყვარა, ყველასთან იმეგობრებისთანაც შეგეძლო. ცუდს არ გულისხმობ. ვსაუბრობ სიყვარულზე იმ გაგებით კი არა, რომ ყველასთან უნდა დაწვე. შეგიძლია გიყვარდეს, მაგრამ ისე როგორც ღმერთს ვუყვარვართ. მე მიყვარს ადამიანები. და ჩემთვის ეს სრულიად განსხვავებული ცნება. ვინ არის უფალი? სამყარო უსასრულოა. ამ მათემატიკური ფორმულისთვის, რომელიც სამყაროს უსასრულობას ცხადყოფს, მსოფლიო მეცნიერების ისტორიაში ერთ-ერთმა უდიდესმა მეცნიერმა აინშტაინმა მიიღო ნობელის პრემია და მსოფლიოს მრავალი სხვა ჯილდოც. და არავინ, თუნდაც სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებიდან არ კამათობს ამ ფაქტზე. ისინი უბრალოდ დუმან ამის შესახებ. და აი ღმერთი ამ უსასრულო სამყაროს სათავეშია, რაც ჩვენთვის, ადამიანებისთვის წარმოუდგენელია. და ეს სასწაულზე მეტყველებს ღვთის არსებობის კიდევ ერთ ფაქტზე, არა მხოლოდ ჩვენს ცხოვრებაში, არამედ ყველა ადამიანის ცხოვრებაში. აქვს თუ არა მას სახე ან სხეული, რომლის აღწერაც შესაძლებელია, რათა ლოცვის დროს ვიხილოთ იგი, თუ როგორია ის? რა თქმა უნდა არა. თუმცა ერთ-ერთ ეკლესიაში ვნახე ხატი, რომელზეც ღმერთი იყო გამოსახული. ეს ძალიან სასაცილო ხატი იყო, მაგრამ ახლა სიცილი არ მინდა. ეს არასერიოზულია. და საერთოდაც რელიგია და ღმერთის რწმენა ორი განსხვავებული რამ არის. ეს ჩემი ფილოსოფია. ჩვენ ადამიანები მის ხატად და მსგავსად ვართ შექმნილნი. ამას ამბობს ბიბლია. სხვათა შორის მსოფლიოში ყველაზე წაკითხვადი წიგნი. ასეთ წიგნებს ბესტსელერებს უწოდებენ. არ არსებობდა არც ერთი სასტუმრო და მე ევროპისა და ამერიკის ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროებში მიცხოვრია, სადაც მნიშვნელოვან ადამიანს, არა აუცილებელი მდიდარს, შესაძლოა მინისტრს ან პრეზიდენტს, საწოლის გვერდით მაგიდაზე ბიბლია არ ედოს. დიახ.
ეს დიდი წიგნია. ამიტომ შეხედე საკუთარ თავს, თუ მის ხატად და მსგავსად ხარ შექმნილი. არა ვარცხნილობა, რა თქმა უნდა, ანის თუ როგორ გამოიყურები. მოიცა, ნუჩქარობ მეგობარო. ეცადე საკუთარ სულში ჩაიხედო და იქ ღმერთს დაინახავ. თუ რა თქმა უნდა გარკვეულ პირობებს დაიცავ. მარტო უნდა იყო, უნდა გქონდეს დრო, როცა სხვა არაფერზე იფიქრებ. და პირველი, რითაც პირადად მე ყოველთვის ვიწყებ ჩემს ლოცვას, არის მონანიება. დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მეტ ცოდნას გაიხსენებ. ჩვენ ყველანი ცოდვილები ვართ და საბოლოოდ განვიწმინდებით. და ჩემთვის, როგორც ამასაკის ადამიანისთვის, როგორც უკვე ვთქვი, რელიგია და ღმერთის რწმენა სრულიად განსხვავებული რამ არის. გეტყვით, რომ არსებობენ რელიგიური ადამიანები. ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ისინი იმდენად რელიგიურები არიან, რომ ღიმილს მგვრიან. მე მყავს მეგობარი, სახელად არტური. ეზოდან მეგობრები ვიყავით, ერთად ვსვამდით და გიტარაზე ვუკრავდით. შემდეგ ის გერმანიაში წავიდა, ის გერმანელია. იქ მეეზოვედ მუშაობდა. ეს ჩვეულებრივი სამუშაოა და საკმარისი ანაზღაურებაც ჰქონდა. მაგრამ ახლა ის დიდი ხანია პენსიაზეა. აღარ აპირებს უკრაინაში არსად წასვლას. ის მოგზაურობს ყველაზე ცნობილ მართლმადიდებლურ ადგილებში. მათ შორის საბერძნეთსა და იმ ქვეყნებში, სადაც ღმერთი ესაუბრებოდა ადამიანს. და არსებობს ამის გარკვეული მტკიცებულებები. და ამ დროს ის 1000 ვარჯიშს აკეთებს, რომელიღაც ბერმა ასწავლა. და თითქოს ღმერთს ეს ძალიან მოსწონს. ამას მოვწყვიტე ერთ დროს და მოგვიანებით ვინანე. მაგრამ არ მჯერა, რომ შეგიძლია 1000 ჯერ დაიხარო. თავი ან შუბლი, არ ვიცი, კედელს დაარტყა. მაგრამ ეს რწმენა არ არის. ამისთვის ჩვენ გვაქვს ღვთაებრივი ნაპერწკალი. ის აქ არის და სულშია. ლოცვა საუკეთესო რამაა, რაც ღმერთს სიამოვნებს. მე ასე ვფიქრობ. თქვენ ერთად ვიმსჯელოთ, რადგან ახლახან დავიწყე თქვენთვის იმის გაზიარება, რაც წლების განმავლობაში ვისწავლე. მე მარტო ვცხოვრობ. ზოგადად გეტყვით, რომ ღმერთის ღრმად რწმენა ბრძენკაცები ყოველთვის მარტო ცხოვრობდნენ. მე საკუთარ თავს ბრძენკაცად არ მოვიხსენიებ. მე ვამბობ, რომ ბოლოს და ბოლოს მე ფილოსოფიური განათლება მაქვს და იურიდიული მეცნიერება ფილოსოფიასთანაა დაკავშირებული. მე სამართლის დოქტორი ვარ და საერთოდ ჩემზე გავლენას არავინ ახდენს. ყველა ტელეფონი გამოვრთე, 6 წელია არავინ მინახავს. ასე ვცხოვრობ. ნელ-ნელა ვმკურნალობ და საერთოდაც ყოველ დღე მზე, ზღვა შესანიშნავია. მალე საქართველოში ჩამოვალ. ცოტა ხნის წინ დიდი აინშტაინის ერთ-ერთი ბოლო წერილი, რომელიც ის ღმერთზე საუბრობდა, აუქციონზე გაიყიდა. თქვენც მარტივად შეგიძლიათ წაიკითხოთ ის. ინტერნეტში იპოვით. შემთხვევით იპოვეს ეს წერილი. ეს სიტყვები იმ კაცისაა, რომელსაც ბევრი ცოდვა ჰქონდა. მას უყვარდა ქალები. ზოგადად, ყველა ადამიანი ცოდვილია. ის ნაძირალა არ იყო. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია და როგორი მეცნიერი იყო ამის შესახებ კი ხსმენიათ. შეგიძლიათ წაიკითხოთ, როგორ მსჯელობს იმაზე, თუ რა გველის, რომ ჩვენ უფლის ხატად და მსგავსად ვართ შექმნილნი და ამიტომ ჩვენ გვაქვს შესანიშნავი ნიჭი. შეგვიძლია სასწაულების მოხდენა. ჩემს ცხოვრებაში ბევრი სასწაული მინახავს, მაგრამ ამაზე ცალკე მოგიყვებით, როცა მკითხავთ. ეს მართლაც საოცარი მოვლენებია, რომელთა ახსნას ვერ ვპოულობ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ვსჯელობ ამაზე. ამისთვის საკმარისი დრო მაქვს. ჩვენში ცხოვრობს ღვთის ნაპერწკლის, მისი სულის მცირე ნაწილი. და როდესაც ადამიანი იზრდება, ისიც იზრდება. თუ რა თქმა უნდა ადამიანი უსიამოვნებაში არ გაეხვევა, ან ცოდვამ ისეთ ფსკერამდე არ მიიყვანა, საიდანაც ამოსვლა შეუძლებელია. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოთქმა ღმერთზე, რომლის თქმაც მიყვარს და ის ასევე ნახსენებია ყველა ბიბლიურ წყაროში. ღმერთი, ჩემო მეგობრებო, სიყვარულია. სწორედ ესაა ის მიზანი, რომელიც 13 წლის წინ საქართველოში საქველმოქმედო ფონდის გახსნისას დავისახე. ფაქტობრივად ეს ფონდი ერთადერთია, რომელიც აბსოლუტურად ყველა წესს იცავს. ის ხელს უშლის ხელისუფლებას
შვიდად იცხოვროს, რადგან ყოველ დღე თქვენ მათთან ერთად ხედავთ იმ საშინელებებს, რაც საქართველოში ღარიბი ადამიანების თავს ხდება. დღეს საქართველოს სამწუხაროდ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. არ ვიცი ასე რატომ მოხდა, რადგან ჩემთვის საქართველო ყოველთვის მდიდარი იყო და საბჭოთა კავშირში ამ უზარმაზარი ქვეყნის მთელი სიმდიდრის 30% საქართველოში იყო თავმოყრილი. ყველაზე ძვირადღირებული მანქანები, ადამიანები, რომლებსაც ყველაზე მეტად უყვარდათ დროს ტარება, ყველას ყველაფერი აქვს და ყველაფერი შესანიშნავადაა. მოუთმენლად ველი ჩვენს შემდეგ შეხვედრას. რადგან მაქვს სათქმელი და ძალიან მიყვარს მოსმენა. და თუ მოემზადებით პირდაპირ ეთერში დამისვამთ კითხვას. ერთადერთი რაც გავაკეთე, არასწორი იქნებოდა სრულიად სხვა სამყაროდან ხალხი რომ შემოწმივდეს. არა, ჩვენ გადავწყვიტეთ რომ სიმბოლური ერთი ლარი იყოს. როგორც ბილეთი. რათა პროგრამა გადმოგცეთ. შეხვალ მასში და სულ ესაა. ჩვენ სამუდამოდ მეგობრები ვართ. ყველას ვუსურვებ სიკეთეს და ბედნიერებას. და არ დაგავიწყდეთ მშობლებთან დარეკვა. ისინი თქვენგან ზარს ელოდებიან. მათ თქვენი ხმის გაგონება სურთ. გეხუტებით და დილით მადლობა გადაუხადეთ ღმერთს ცხოვრებაში ახალი დღისთვის. მაშინ ის კარგი იქნება. ყველაფერს საუკეთესოც გისურვებთ. მომავალ შეხვედრამდე.